ალავერდის რეაბილიტაცია სრულდება. საქართველოს მთავრობისა და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2024 წლის 25 ივნისიდან გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. შედეგად წმინდა გიორგის ტაძრის გუმბათი გადაიხურა სპილენძის ფურცლებით და მასზე აღიმართა დიდი ჯვარი. განახლდა ტაძრის მკლავებისა და ნავების სახურავზე დაზიანებული ლორფინები. აღდგენილი იქნა საეპისკოპოს სასახლისა და ტაძრის დასავლეთ მინაშენის სტუას კრამიტის სახურავი. მთლიანად განახლდა სიძველეთა საცავის სახურავი. ამ კულტურულ მემკვიდრეობასთან ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქ, იმიტომ რომ ჩვენ ყველაფერს იმას, რაც ჩვენი იდენტობიდან მოდის, განსაკუთრებულად ვუვლით. უძველეს კულტურას სჭირდება მუდმივი მოვლა პატრონობა. ჩვენ გვაქვს ეს უძველეს კულტურას სჭირდება მუდმივი მოვლა პატრონობა. ჩვენ გვაქვს ეს ძალიან კარგად გააზრებული და მე ვფიქრობ, რომ ამას უკვე წლებია ძალიან ღირსეულად კარგად ვაკეთებთ. ყველა ეს სამუშაო, რაც უშუალოდ სტიქიამ დააზიანა გასულ წელს, აღმოფხვრილია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროცესი დამთავრებულია. ეკლესია როგორც მეპატრონე სახელმწიფო მეორეს მხრივ, რომელიც მოვლა პატრონობაშია ჩართული, პროფესიული წრეები, რომლებიც ამაზე ზრუნავენ და ჩვენ ყველა მხარე უსმენთ ერთმანეთს იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესი იყოს უმთავრესი, იმისთვის, რომ ეს ყველაფერი შევინარჩუნოთ